მარიამ რვასინდისის პატიმრის სასამართლო პროცესზე ახლა მეხუთე დაზარალებული პოლიციელი იკითხება, თუმცა მანამდე ჩვენება მისცა ერთ-ერთმა პოლიციელმა, რომელიც საპატრულო პოლიციას წარმოადგენს, ეს არის ნიკოლოზ მანჯავიძე და ირკვევა, რომ ახალი ტენდენცია დაამკვიდრა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დაზარალებულებმა სისხლიან ფორმებს ისინი მალავენ, არ აძლევენ გამოძიებას, ნივთმტკიცებულებებს შეიძლება ითქვას, რომ ანადგურებენ და დღეს მანჯავიძემ ისიც კი უთხრა სასამართლოს, რომ შესაძლოა ეს ფორმა, რომელზეც სისხლის კვალი უნდა იყოს აღბეჭდილი, ნაგავში იყოს და არც ჰქონდეს მას სახლში შენახული. ეს ინფორმაცია სასამართლოს მიაწოდა მოწმის სტატუსით მისულმა პოლიციელმა, რასაც ბუნებრივია ბევრი კითხვა მოყვა დასვის მხარის მხრიდან, რადგან პოლიციელებთან აინტერესებთ ადვოკატებს, რატომ მალავენ ნივთმტკიცებულებებს, რატომ უმალავენ, შეიძლება ითქვას, რომ მთავარ სამხილს სწორედ გამოძიებას. დაზიანება რომ მიიღეთ, სისხლი თუ წამოგივიდეთ? კი. სისხლი წამოგივიდეთ. ეს ფორმა, რომელიდანაც სისხლი დაისვარა, შესაბამისად მოედინება სისხლი დაისვარა. არ ვიცი, ვერ გაგცემთ მოგეწებას. არ იცით დაისვარა თუ არა სისხლი თქვენთან? არა, ღამე იყო და ვერ დავინახე. ხელი ნამდვილად დამისვარა, კი. ხელი დამისვარა, კი. ხელი ნამდვილად დამისვარა სისხლი. ამ თანსაცმელს მე მორიგეობაზე ხომ უნდა წასულიყავით თავის დროს? არა. არა, გადააგდეთ ეს დასწრებული. არა, დასრული იყო. დასრული იყო. კი, ბატონო. ანუ სისხლიანი ყოფილა. სისხლით არ იყო დასრული. კვლევა არ ჩაგიტარებიათ, დასრული იყო. მე მაინტერესებს ეს დასაცმელი. გამოძიებას თუ უთხარით, რომ გეცვათ და თუ მიუტანეთ ბატონ არსენს მაგალითად. გამოძიებამ რაც მოითხოვა, ყველაფერი მიუტანა. ეს დასაცმელი უთხარით და არ ამოიღეს? გამოძიებამ რაც მოთხოვა, ყველაფერი მიუტანა. დასაცმელის შესახებ უთხარით? როგორ? ეხლა სად ინახებათ დასაცმელი? არ ვიცი. თქვენი ფორმა არ იცით სად ინახება? ჩემი დასრული ფორმა არ ვიცი სად ინახება. გადააგდეთ ეს ფორმა? არ ვიცი, ან სახში იქნება ან ნაგავში. ანუ გადააგდეთ? არ ვიცით ხო? თქვენ ამ ბიჭების იქ ყოფნის ამოცნობა ხო არ შეგიძლიათ, რომ იქ იყვნენ? ხაოსური მდგომარეობა იყო და არ შესაბამისად არ შეგიძლიათ. ბატონო, ზოგს რავი მასკა ეკეთა, ზოგს ამ მასკის ქვემოთ ადამიანი რომელიც იყო, თქვენ ხომ არ იცით ეს ადამიანი იყო მაგალითად ოპერატიული მუშაკი, გესმით ხო ოპერატიული მუშაკი რას ნიშნავს? იყო ოპერატიული მუშაკი, თუ იყო ჩვეულებრივი მოქალაქე, ამის თქვა ხო არ შეგიძლიათ? არ შემიძლია. ვერცერთმა მოწმემ, რომელიც დღეს სასამართლოში გამოიკითხა, ვერ თქვა, რომ შესაძლოა პროვოკატორების მხრიდან ყოფილიყო გარკვეული ქმედებები აქციაზე, ვერ გამორიცხეს, რომ შესაძლოა ტიტუშკები აყენებდნენ დაზიანებებს პოლიციელებს. ვერცერთმა მოწმემ, ვერცერთ ბრალდებულს ხელი ვერ დაადო, განსასჯელის სკამზე ვერცერთის იდენტიფიცირება ვერ მოახდინეს. იყვნენ თუ არა ისინი აქციაზე ძალისმიერ მეთოდებში, იღებდნენ თუ არა მონაწილეობას შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერცერთმა პოლიციელმა დღეს ვერ თქვა, რომ კონკრეტულმა ბრალდებულმა მიაყენა მას დაზიანება. სხვათა შორის დღეს დაცვის მხარის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, ვინ გაცემდა საპროტესტო აქციაზე ბრძანებას, ვის ემორჩილებოდნენ პოლიციელები და უნდა აღინიშნოს აუცილებლად ის ფაქტი, რომ მოწმის სტატუსით სასამართლოში მოსული პოლიციელები ვერ ამბობენ კონკრეტული ადამიანების სახელებს და გვარებს, ვინ იყო მათი უფროსი, ეხლა ვინ არის მათი უფროსი, ცდილობენ რომ ისინი დაიცვან, მათი სახელები და გვარები არ გაჟღერდეს სასამართლო სხდომაზე, რაც თავის მხრივ დაცვის მხარისთვის პროტესტის მიზეზი გახდა დღეს სასამართლო სხდომაზე. ადვოკატებმა თქვეს, რომ მოწმეთა დისკრედიტაცია უნდა მოხდეს, რადგან ისინი ქუჩურ გარჩევაში იღებენ თითქოს მათი შეფასებით მონაწილეობას და არასახელებენ კონკრეტულ ადამიანებს თუ ვისგან იღებდნენ უკანონო ბრძანებებს. ეხლა ვინ არის თქვენი ხელმძღვანელი? სახელი გვარები როგორ გითხრათ? არა, ერთი წუთი რამე ქუჩური ისა გვაქვს კრიმინალური სუბკულტურის მსხვერპლი ვართ თუ რატო არ მეუბნებით ბატონო ნიკოლოზ? არა, გეუბნებით, კი. ხარით მაშინ? არა, ჩემი ხელმძღვანელი. კი ბატონო, ის მითხრებით, ხო? ხურცილავა არის ლუკა და სამართლოს უფროსი არის? არა, ბაჩანა შენგელაია. ხო, ვინ არის? ხურცილავა ვინ არის? ადგილები არიან. ბატონო? მოადგილეები არიან. მოადგილეები არიან. უფროსი? უფროსი არ გვაქვს. სამართლოს უფროსი არ გყავთ?
სამართლოს ხელმძღვანელი არ ყავს ახლა? დროებით არ გვყავს. მოვალეობის შემსრულებელი? კი. ვინ არის? როგორც უწება ჩანახორციელება. მოვალეობის შესრულებამდე, სანამ მოვალეობის შემსრულებელი დანიშნებოდა, მანამდე ვინ იყო უფროსი არ გახსოვთ? არ. როდის შეიცვალა ეს მდგომარეობა, როდისდან არის მოვალეობის შემსრულებელი? არ ვიცი, არ მახსოვს. აქციების მერე თუ მანამდე? არ მახსოვს. დღეს ბრალდებულებმაც ისარგებლეს კითხვის დასმის უფლებით, რამდენიმე მოწმეს მათაც დაუსვეს კითხვები, აინტერესებდათ რა ესმოდათ პოლიციელებს მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე, რა სიტყვებით მიმართავდნენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს, დაინახეს თუ არა, რომ აქციის მონაწილეები აორგანიზებდნენ ჯგუფურ ძალადობას, პასუხები მოწმეების იყო, რომ არ იციან, არ ახსოვთ, არ გაუგიათ, არ შეუძლიათ რომელიმე კონკრეტულ პირს დაადონ, ვერც უარყოფენ და ვერც ადასტურებენ, ძირითადად სწორედ ამ ფრაზებს იყენებდნენ დღეს მოწმეები სასამართლო პროცესზე. კონკრეტულად რო დაასახელოთ, რა სახის შეურაცხყოფელი სიტყვები იყო და საიდან ადასტურებთ, რომ პოლიციის მიმართ იყო და არა სიტყვაზე ერთმანეთში. კონკრეტული სიტყვები გაინტერესებს? ფიზიკურ მაგას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან ისე სიტყვებია, რასაც ვერ გავიმეორებ აქ. თქვენ ახსენეთ, რომ ძალიან ბევრ რაღაცას ისწროდნენ და ფიგურირებდა თუ არა მათ შორის პიროტექნიკა, სანამ თქვენ დაზიანდებოდეთ. ჩემი მართულები მე პიროტექნიკა არ დამინახია. თქვენ გაარჩევით რომელი იყო ის პოლიციელი შიგნით და რომელი იყო შეკითხება კომიტინგე? პროვოკატორი. ხო შეიძლება პროვოკატორის ამაზე ვერ გაგცემ ფოქს, იმიტომ რომ 10,000 კაცია. რავი, არ ამგონია ვინმე ხა 200 და 300 და 400 კაცი იყო შემოგზავნილი, ხო როგორც თვითონ იძახს. იყო აქციის მონაწილეები, რომლისგანაც რომლებიც გვესწროდნენ ქვეებს. ამ წუთებშიც მიმდინარეობს 800 ინდისის პატიმრის სასამართლო პროცესი, ახლა რიგით მეხუთე პოლიციელი აძლევს ჩვენებას. დღეს სავარაუდოდ ის ბოლო მოწმე იქნება, ვინც სასამართლოს მიაწვდის ინფორმაციას. დაზარალებულები ყავს მოყვანილი შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა ისინი კონკრეტულ ინფორმაციას ვერ აწვდიან საგამოძიებო უწყებებს. ხშირ შემთხვევაში მათ იმის მტკიცებულებაც კი არ აქვთ, რომ სწორედ საპროტესტო აქციაზე მიიღეს დაზიანებები.